ნუგზარ კიკნაძეს. და მაინც, როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში რადიომოყვარულთა ორგანიზაციის საკითხი. ამ თემაზე რადიომოყვარულები მსჯელობენ, კამათობენ, აფასებენ მათსავე საერთო საქმიანობას და გამოაქვთ ერთგვარი რეზიუმე, რომ აუცილებლად სჭირდებათ თუნდაც პატარა კუთხე, რადგან ადამიანთა დახმარებისათვის მიმართული მათი ჰობი უტოპიად არ იქცეს. ასოციაცია, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, დღეს გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. დაგვეთანხმებით, უპერსპექტივო ჰობი თავისთავად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთეულების ხობს ათეულობით ადამიანისთვის შეუძლია სიკეთის მოტანა. დიახ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თურმე ხანდახან ასეც ხდება. ინტერპრეტირებისათვის, ერთ დროს არსებულმა დოსააფმა რეორგანიზაცია განიცადა. მასში შემავალი ორგანიზაციები კი უხეშად რომ ვთქვათ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მათ შორის ჯერ კიდევ 1928 წელს დაარსებული რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციაც, რომელშიც შემავალი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისათვის რადიომოყვარეობა ერთგვარი ჰობია. ამიტომ ენთუზიაზმით ყოველგვარი დაფინანსების გარეშე თვით სტიქიური უბედურების დროსაც რადიომოყვარულები კავშირს ამყარებდნენ სასურველ ობიექტებთან და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ფაქტობრივად სრულიად გაწყვეტილი იყო კავშირგაბმულობა. მათივე მეშვეობით კავშირი მყარდებოდა სხვადასხვა ქვეყნების რადიომოყვარულებთან, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ცნობილ ქართველ მოგზაურ ნუგზარ კიკნაძეს. და მაინც, როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში რადიომოყვარულთა ორგანიზაციის საკითხი. ამ თემაზე რადიომოყვარულები მსჯელობენ, კამათობენ, აფასებენ მათსავე საერთო საქმიანობას და გამოაქვთ ერთგვარი რეზიუმე, რომ აუცილებლად სჭირდებათ თუნდაც პატარა კუთხე, რადგან ადამიანთა დახმარებისათვის მიმართული მათი ჰობი უტოპიად არ იქცეს. ზიური, სოლნიჩნი, ასეთი სათაურით წარდგა ეს